პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა რამდენიმე წუთის წინ ტრადიციული ბრიფინგი დაასრულა. მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ოფიციალური პოზიცია გააცნო. ჩემი კოლეგა ირაკლი მაისურაძე ესწრებოდა ბრიფინგს. პირველად ყურადღება დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გასული კვირის მთავარ მოვლენებზე გამახვილდა ყურადღება. ეს არის პოლიციის დღის აღნიშვნა, ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი, ასევე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. მომავალი კვირისათვის იგეგმება ჩეხეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში. იგი შეხვდება პირველად გრიგოლ ვაშაძის, შემდეგ დაგეგმილია მიღება პრეზიდენტთან. ამ შეხვედრაზე გამახვილდება ყურადღება ორ ქვეყნის ურთიერთობებზე. რაც შეეხება მთავარ საკითხს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ტურისტული სეზონისათვის ემზადება, უკვე გაცემულია კონკრეტული დავალებების შესაბამის კომპეტენტურ უწყებებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიღება ტურისტების საქართველოს ბარში, მთაში, ასევე ზღვაზე. ბოლო მონაცემებით 2011 წლის პირველ 4 თვეს საქართველოში 674,000 ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 53%-ით მეტი არის. სტუმრების ველოდებით აჭარაში, განახლებულ ბათუმში, ანაკლიაში, სადაც წელს უფრო მეტი კომფორტი დახვდება ჩვენ სტუმრებს და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თავისუფლებელმა კომფორტულად და კარგად იგრძნოს თავი. ტურისტებს ველოდებით სამცხე ჯავახეთში, ბორჯომბაკურიანში, მესიაში, სვანეთში, თუშეთში, კახეთის სხვადასხვა რაიონებში, ტრადიციულად რაჭაში და შეიძლება ითქვას ქვეყნის ყველა რეგიონში პრაქტიკულად ყველა ტიპის ტურისტის მისაღებად ვემზადებით. ჩვენი რელიეფი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ აქ ჩამოსულ სტუმარს, როგორც მთაში, ბარში და რა თქმა უნდა ზღვაზე. ბუნებრივია ამ სეგმენტში წარმატება ნიშნავს ახალ ინვესტიციას და ახალ სამუშაო ადგილებს შესაბამისად მეტ დასაქმებულ ადამიანს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სექტორზეც. მომავალი კვირა ამ სფეროში საკმაოდ დატვირთული იქნება. პრეზიდენტი გეგმავს იმ პედაგოგებთან შეხვედრას, რომელთაც სერტიფიცირების პირველი ტალღა დაასრულეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს სფერო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება. პრეზიდენტი სწორედ სერტიფიცირებული პედაგოგების პირველ ჯგუფს შეხვდება. ამ პედაგოგებმა გაიარეს სერტიფიცირება, როგორც უკვე გითხარით, მათ ჩააბარეს გამოცდები პროფესიულ უნარებში, მაპროფილებელ საგნებში და აიღებენ დამატებით 75 ლარს. ასევე ჩააბარეს ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდები და ხელფასის სახით 125 ლარი კიდევ დაემატება და შესაბამისად იმ პედაგოგთა 25%-მა, ვინც უმაღლესი შეფასება მიიღო, ახალი სასწავლებლიდან ხელფასის სახით 1000 ლარს მიიღებს. ასე რომ სახელმწიფოს მხრიდან პედაგოგებზე იზრუნება მათი კვალიფიკაციის სამაღლება, ასევე მათი წახალისება და კონკურენტული გარემოს შექმნა პრიორიტეტთა შორის რჩება. უახლოეს პერიოდში ქვეყანა ემზადება 26 მაისისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც თავისთავად ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებები გაკეთდება.